გამარჯობა საქართველო. გიზო უჭარმელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთ ნამდვილ ამერიკულ ტრადიციაზე მინდა გელაპარაკოთ. ახლა გაზაფხული მოვიდა რა თქმა უნდა და უცბად როდესაც ქუჩებში გაივლით, დაინახავთ რომ ადამიანები გარაჟებიდან აწარმოებენ გაყიდვებს. ამერიკაში ამას ქვია garage sale. ნუ ეს გაზაფხულია, გაზაფხულს როგორც ყოველთვის დგება დრო იმისი რომ მოიშორო ყველაფერი ძველი რაც არ გჭირდება და ამ უბრალოდ ნაგავში გადაყრას ზოგი ამჯობინებს უბრალოდ გარაჟში მოათავსოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ პატარა სახლებს აქ ამერიკაში, ან გინდათ დიდ სახლებს ხომ აქვს თავიანთი გარაჟები და იმ გარაჟში გამოიტანენ ყველაფერს რაც აღარ სჭირდებათ და ყიდიან. როგორც წესი ფასები არის ძალიან დაბალი, ნუ რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი იმის გამო რომ ეს ყველაფერი რასაც ყიდიან, ნუ ახლა ვიღაცას თუ არ სჭირდება, ალბათ უკვე ნახმარია და ამის გამო იმ ფას აღარ ითხოვენ, რაც მაღაზიაში იქნებოდა, ხომ? და მეორეც ერთი ხანდახან გადაყრა უფრო ძვირი ღვირს, ვიდრე უბრალოდ აი ესე გაყიდვა. ამისათვის და ამის აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეიძლება garage sale-ზე ბევრი ადამიანი დადის და რაღაც საინტერესო რაღაცებს პოულობს, ან სასარგებლო რაღაცებს პოულობს. ავეჯს ყიდიან, ტანსაცმელს ყიდიან, ნუ რაღაც ხელსაწყოებს ყიდიან და ასე შემდეგ. ნუ ფაქტიურად ელექტრონულ ტექნიკას, კომპიუტერს და ნუ რაც ადამიანს აღარ სჭირდება და რაც განახლებას მოითხოვს, ყიდიან, მაგრამ რა თქმა უნდა, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეს გამოადგება, თუნდაც ძველი იყოს, ხომ? ამიტომ ეს პოპულარული კონცეფტია ამერიკაში, გაზაფხულიდან იწყებენ ხოლმე garage sale-ებს. ეხლა რაც შეეხება კანონმდებლობას, მე მგონი ადრე ნებისმიერი რაოდენობის garage sale-ის გაკეთება შეიძლებოდა. ამ ბოლო ხანებში მე მგონი კანონი უფრო გამკაცრდა ამის შესახებ და თუ არ ვწდები ჩვენს ქალაქში ყოველ შემთხვევაში ნებადართულია მხოლოდ არა უმეტეს 3 თუ 4 garage sale-ის გაკეთება ერთ სეზონში. ანუ ახლა წარმოვიდგინეთ, უნდა თბილოდეს, რა თქმა უნდა, გარეთ, ხომ? ისა ხო არავინ არ იჯდება გარაჟში და იქ რაღაცებს გაყიდის, ხო? ამიტომ გაზაფხულიდან, როგორც წესი, აპრილიდან სადღაც ოქტომბრამდე შეიძლება ამ garage sale-ების ნახვა და ამ დროის განმავლობაში მე მგონი თვით ოჯახს აქვს ლიმიტი 3-ჯერ ან 4-ჯერ ჩაატაროს ეს garage sale-ი. ყველაფერი ყიდის რაღაც $1 და რაღაც ცენტები და ამერიკელებს აქვთ კიდე ესეთი გამოთქმა, რომ ვიღაცისთვის ნაგავი, ანუ ვიღაცისთვის გადასაყრელი და ვიღაცისთვის კი განძი არისო. აი ესეთი გამოთქმა აქვთ ამერიკელებს. ნუ ალბათ ამ გამოთქმით იმას გულისხმობენ, რომ შეიძლება ვიღაცას რაიმე არ სჭირდება, იმ ადამიანისთვის ეს არ წარმოადგენს ფასეულობას, ხოლო იმ ადამიანისთვის, ვინც ამ რაღაცას ყიდულობს, წარმოადგენს გარკვეულ განძს, ნუ პირდაპირ გაგებით არა, მაგრამ გარკვეული გადატანითი გაგებით, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა ავეჯს ყიდიდეს და ადამიანს სჭირდებოდეს ავეჯი, არ ქონდეს შესაძლებლობა რომ გადაიხადოს ახალ ავეჯში ეს ფული და უბრალოდ ამ garage sale-ზე მივიდეს და სულ რამოდენიმე $-ად შეისყიდოს ეს გარაჟი. აი ესეთი პატარა ინფორმაცია garage sale-ების შესახებ. მე დღეს ან რამოდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც დავინახავ garage sale-ებს, აუცილებლად ჩავიწერ და განახებ თუ როგორ ხდება. და აი, დღესაც ერთ-ერთი garage sale, ესე ეძახიან ამერიკელები. Hi there! ავტოფარეხიდან გაყიდვებს, ასე ვთქვათ. ესეთი კომერციული საქმიანობა, ნუ ასე ვთქვათ, ნახევრად კომერციული საქმიანობა. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, აქ თავარი მიზანი ის არ არის, რომ ფული გააკეთო, თავარი მიზანი ის არის, რომ ის რამეები გაყიდო, რაც აღარ გჭირდება ადამიანს, იმიტომ რომ შეიძლება სხვა ვინმე სჭირდებოდეს. აი, შევდივართ გარაჟში და როგორც ხედავთ, ნივთები. We're going to the farmer's market. So. You're going where? The farmer's market. Oh, nice. How are you today? I'm well. How are you? Good, good. Are you selling house too at some point? No. They sold. I know. Did they sell their house? I think though? they have accepted. Are you offer. Gizo? Gizo. How do Yeah. you know me? I just from the signs. Oh, really? Yeah. That's so cool. Yeah. Good. Yeah. So. I actually helped them to buy this house, but then they have different broker to sell it. But it's okay. That's a part of the business, you know. Sure, It just sure.
you never know. Yeah. Yeah. But I have enough. Yeah, they other- were such nice folks. I was Oh, they are really so- wonderful people. Yeah. Wonderful people. Yeah. This neighborhood is great too. I know it is. I love it. Yeah, it's a good, solid neighborhood, and I Today- like being on the avenue. Today I'm supposedly taking a day off, but I end up still showing a house. I know. Well, I'm a property manager, You so are I know. for what company? It's Lake Point Apartments in Schofield. Oh, sure, I know. They're them. owned out of Yeah. We're right behind Remax. I own few properties now too. Yeah. And I manage myself. I love doing that, but maybe Yeah, at I've some done it point for a when long- when Call I me. start hating them. Yeah, you call me when you want. becomes to. too much, and yeah, I'll scroll real Okay, quick yeah, if that's enjoy. okay. Yeah, no worries. Thank you. Hi, ესე გამოიყურება გარაჟი და გარაჟიდან მიმდინარეობს გაყიდვები. ეს ძალიან პოპულარული მეთოდია ამერიკაში, გაზაფხულობით, როგორც წესი, ხშირად იხილავთ garage sales, ესე ეძახიან. არ ვიცი, საქართველოში თუ არის მიღებული ესეთი ტრადიცია, მაგრამ პრინციპში მე მგონი კაი რაღაცაა, ხო? ნუ რაღაც არ გჭირდება სახში, გამოიტანე, გაყიდე. როგორც წესი, ყველაფერი არის ძალიან იაფი და ძალიან ხელმისაწვდომი. არის ეგეთი გამოთქმა, ვიღაცის ნაგავი ვიღაცისთვის განძიაო. ალბათ რაღაც სიმართლე ამაშიც არის. და აი როგორც ხედავთ, ესეთ ტრაფარეტებს, ანუ ესეთ სანიშნე ტრაფარეტებს გამოფინავენ ხოლმე, სადაც garage sale, ხშირად ის არის დაძდევს ამ ტრაფარეტს და ესე ხვდება ადამიანი თუ სად არის ეს გაყიდვა. საიდან მიმდინარეობს ეს გაყიდვა.